მადლობა მეგობრებო, განვაგრძობთ საუბრების ციკლს, ლიტერატურულ გადაცემას ერთხელ საქართველოში. დღევანდელი გადაცემაც იაკობ გოგებაშვილს ეძღვნება და ამ გადაცემასაც წარუძღვებით პროფესორ გიორგი გოგოლაშვილი და წერალი თამაზ ხმალაძე. იაკობ გოგებაშვილზე რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, არ მოგწყინდება და ჯერა რომ ჩვენს ტელემაყურებლებსაც სმენა და ყურება არ მობეზრდებათ. იაკობ გოგებაშვილი ერთგან წერდა მთელი სიცოცხლის მანძილზე ვიცავდი თვითმმართველობას, ავტონომიას, ხალხის განათლებას დედაენას, ქართული ეკლესიის გათავისუფლებას, ანუ ავტოკეფალიას, ქართული ტერიტორიის გადასვლას ქართველი გლეხების ხელში. ყველა ამას ვიცავდი ორსავე ენაზე, როგორც ქართულზე, ისე რუსულზე, ერთნაირის გაბედულებით, ერთნაირი მიმართულებითა და შინაარსი. და ვერც ერთი ცილის მწამებელი ვერ მონახავ ჩემ ძველსა და ახალს ნაწერებში თუნდაც მცირეოდენს ორჭოფობას, ორგულობას. მე გამოვედი საზოგადოებრივ ასპარეზზე შემუშავებული პროგრამით. ღრმად მოფიქრებული რწმენითა და ამ რწმენისათვის მე იოტის ოდენათაც არ მიღალატია არც ერთხელ, არასდროსა. მე არასდროს არ დამვიწყებია თუ რისი შემძლია ჩემი პატარა ერი. მაქსიმუმი შესაძლებლობებისა. ასეთი იყო ჩემი დევიზი და არასდროს შეუძლებელზე ჩვენს ერსა არ ვაქეზებდი, რადგან ცაში წეროს დევნა საუკეთესო ღონისძიებაა, რომ ყველა შინაური ფრინველი ხელიდან გამოეცალოს სახლსა და თვითონაც სიკვდილის გზას დაადგეს. აი ეს ერთი აბზაცი რითი არ არის დღესაც საპროგრამო ნათქვამი და საპროგრამო ძირითადი მიმართულების. ჩვენ და ბედად ნაწილი ასრულებულია, თუნდაც ავტოკეფალია, აქ ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, რისთვისაც იღწოდა იაკობ გოგებაშვილი, მაგრამ უამრავი ხომ ჯერაც შესაძლებელი. რითი არ არის ეს საპროგრამო და ჩვენს თაობას, თუნდაც დღევანდელ თაობას, რატომ არ გამოადგება ანდერძად იაკობ გოგებაშვილის ეს ნათქვამი. ახლა ეს ანდერძია, მაგრამ გიორგი, მოდი დღეს ნამდვილ ანდერძზე, პირდაპირ ანდერძზე ვისაუბროთ, რაც დატოვა იაკობ გოგებაშვილმა. ვის რა დაუტოვა, ვის რა დაავალა, ვის რა სათხოვარი ჰქონდა და ასე შემდეგ. ამ საკითხზე, ამ ანდერძზე ვინ თუ არა გიორგი გოგებაშვილი უკეთესად ვისაუბროთ. მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეს იაკობ გოგებაშვილის პუბლიცისტიკა ეხლა ეს რაც წაიკითხე ჩემო თამას, კარგი ხანია ეხლა ეს აღარ მსმენია და ახლა ჩაუპიქდი. ჩვენ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით იაკობ გოგებაშვილისა და ძალიან ბევრი რამ სადღეისო გაკვეთილად, სადღეისო სახელმძღვანელოდ გჭირდება და ლოზუნგებად უნდა გამოეფინოს აი ასეთი მოწოდებები, ეს მოწოდება მომავალი თაობებისათვის, მაგალითი აი როგორ უნდა იფიქრო, იარსებო, იწოწყლო, რა უნდა აკეთო და რისთვის. ერთადერთი შეიძლება დაგვიწუნონ, მაგრამ რუსულად და ქართულად ეს დრო იყო მაშინ და რუსული ამოვაგდეთ და დარჩა რა უნდა აკეთოს ქართველმა გაზეთამ. თუნდაც ახლა ინგლისური ჩაანაცვლე ინგლისური და დამთავრდება ამით, მაგრამ დავარი არის რომ ქართველი კაცის საკეთებელი საქმე რა უნდა იყოს, აი ეს არის დავარი.
ასე იყო იაკობ გოგებაშვილი მთელი ცხოვრების მანძილზე. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ როგორ გამოვიდა ასპარეზზე, როგორ მივიდა დედაენამდე, როგორ შეიქმნა დედაენა, რა დღეში ჩააგდეს გოგებაშვილი, როგორ იბრძოდა და დადგა 1912 წელი და იაკობ გოგებაშვილი გამოეთხოვა აწუთისობას. თავზე ადგა შალვა გოგებაშვილი. აი ანდერჩიც არის შალვა მოხსენიებული, ძმისშვილი იყო, რომელიც დააფინანსა იაკობმა გაგზავნა სასწავლებლად საუცხოეთში კიევში, როგორც მახსოვს. და ამის იმედი აქვს, თავისი სანათესაოდან ყველაზე ახლოს ის იყო. ძმისშვილია თავის თავად და მოგონებები აქვს და საოცარი ერთი ძალიან საინტერესო მოგონება ჩვენ ამას ხშირად ვიმეორებთ და სახელმძღვანელოდ ძალიან მინდა რომ აიო დედაენას მიაქციოთ ყურადღებაო ჩვენმა მომავალმა თაობებმა დედაენა მინდა იყოს ისეთი როგორცაც დღეს უტოვებ და აქ არის ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა თამას ერეკლე მეფის დროს რომ დამეწერა ეს დედაენა ასეთივე იქნებოდა როგორც დღეს მე ამას ტოვებ და გავუმთხილითო რა მინიშნება ეს არის ის მინიშნება საოცარი ერეკლეს დრო დამოუკიდებელი საქართველო თავისუფალი საქართველო და აიმჟამ დროს როცა წერს 1912 შემადგენლობაში შავრაზმული ცხოვრება და ასე შემდეგ რა თქვა ამით ის თქვა რომ საანბანეს სახელმძღვანელოში და საერთოდ სასკოლო სახელმძღვანელოში ენის სახელმძღვანელოში მით უმეტეს პოლიტიკა არ უნდა შემოვიტანო ერთნაირი უნდა იყოს ის აპოლიტიკური უნდა იყოს ის უნდა იყოს ეროვნული უნდა იყოს ზნეობრივი როგორც ვილაპარაკეთ ეს არის მთავარი ეროვნულობა პოლიტიკა არ არის ეროვნულობა მოწოდებაა და ცხოვრების წესია აი ეს უნდა იყოს და გარდა ამისა კიდევ დარდობდა იმას რომ აი შეძლებს კი წერა-კითხვის საზოგადოება ეს იყო ბოლოს ამოსუნთქვამდე შეძლებს კი წერა-კითხვის საზოგადოება მიხედოს ჩემს დედაენას საოცარია რა ესე იგი აი ბოლოს სიტყვები ბოლო ნატურა ეს არის რომ არ მოკვდეს დედაენა და სხვათა შორის აქ აქვს ნათქვამი აი ამ მოგონებაში არის ის რომ თუ მაგრამ უნდა გაუკეთესდეს თუ შესაძლებლობა იქნება რა თქმა უნდა წერა-კითხვის საზოგადოებამ უნდა იზრუნოს იმისთვის რომ დრო დედაენა გაუკეთესოს დროსთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს და აი ეს აქ არის შემდეგ ანდერ ჩავიკითხავთ ნახავთ როგორ უნდა გაუკეთესდეს რა უნდა გააკეთდეს და ასე შემდეგ ეს იყო ის რაც თქვათ ზეპირ პასუხზე როცა ზეპირ ანდერძე როცა და სხვათა შორის რამდენიმე ვარიანტი იყო ანდერძისა სიცოცხლეში სუსტი იყო ფიზიკურად იაკობ გოგებაშვილი და ცხადი ეს რეალისტი იყო და ელოდება რომ ხვალ იქნება ზეგ იქნება თუ მაზეგ იქნება წავა ამ ქვეყნიდან რომ წავა ამ ქვეყნიდან საქმე მოგვარებული უნდა დატოვოს თავისი მემკვიდრეობის საქმე მაგალითად იაკობს ოჯახი არ ქონდა საკუთარი ოჯახი დედმამიშვილები ყავდა ძმისშვილები დისშვილები მაგრამ პირადად მას ოჯახი და აი მთელი მისი საქმიანობა იყო ზრუნვა თავის სახელმძღვანელოზე ეს იყო შვილი მისი დედაენა იყო თქვათ შვილი მისი ბუნების კარი იყო აი ეს და ძალიან კარგად ჩანს ეს აი ამანდერჩი მოდი მივყვეთ ამ აი რაზე ფიქრობდა ძალიან საინტერესოა ესა რაზე ფიქრობდა და ვიზე ფიქრობდა რა უნდა შესრულებ გაკეთებულიყო მის შემდეგ როცა ის აღარ იქნებოდა ვის უნდა გაეკეთებინა და როგორ უნდა გაეკეთებინა აი ეს არის სრანაცას და ზოგს ავალებს კიდეც რა თქმა უნდა და მარტო დატოვება არა საქმისა თავარია აი ვინ რა უნდა გააკეთოს ანდერძი საკმაოდ დიდია მე ქვემორ ხელის მომწერი იაკობ სიმონიძე გოგებაშვილი
საღი გონებითა და მტკიცე მეხსიერებით ჩემი გარდაცვალების შემთხვევისათვის ვაცხადებ ჩემს შემდეგ ნებასურვილს და იწყებს ქართულ და რუსულ ენებზე დაწერილ დამოუკლებელ ყველა ჩემს სახელმძღვანელოსა და წიგნსა აგრეთვე მრავალრიცხოვან ნახატ რაც კი ქონდა ის კლიშეები, გრავიურები, წიგნებისთვის გამზადებული, რომელიც თავის დროზე გააკეთდა იმის ჩამონათვალია ეხლა რომ ეს მოგრავიურებული საქართველოს რუკა იმ პოლიგრაფიაში დევს, ეს იქ არის და ყველაფერი ეს ერთიანად დაუმთავრებელ წიგნებს ჯერ დაუბეჭდავ სტატიებს, ხელნაწერებს, ჩემს ბიბლიოთეკას ვუანდერძებ კავკასიის სამეფინაცვლოს ქართულ მოსახლეობას შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის საზოგადოებას. ანუ წერა-კითხვის საზოგადოების თბილისის განყოფილებას ფაქტობრივად დაუტოვა ეს ანდერძოთ. ამავე საზოგადოებას ვანდერძებ მიწის ნაკვეთს. ვერაზე რა ესე რა სიზუსტით, რა პუნქტუალობით რა საინტერესოდ მიანიშნებს ამ ადგილზე ვის რას უტოვებს და როგორ ვერაზე მიწის ნაკვეთს ზომით 264 კვადრატულ საჯენს რომელიც 1901 წელს ვიყიდე ნაფით სადაურო არ იყოს ვინმესთვის რაღაცა ესა ვიყიდე ნაფიც ვექი ლივანეს სპირიდონისზე ჯაბადარისაგან და მის რწმუნებულისაგან აზნაურების გერასიმე დიმიტრიზე პოლშგენისა და ვლადიმერ ალექსისზე ოსიპოვისაგან აქტი ნომერი ესა და ეს რომელიც მოხდენილია იმავე წელს ქალაქ თბილისის უფროს ნოტარიუსთან ამასთან და ამასთან სუსტად ყველაფერი რო აღარ იყოს სადაო ვინმესთვის რამე ამასთან ერთად წერა-კითხვის საზოგადოებას ვაკისრებ აი მიაქცეთ ზეღარასაც ამბობდი რომ ამას კი უტოვებ მაგრამ სანაცვლოდ მას მე ვაკისრებ შემდეგ დაიცვას ჩემი პირობები რა თქმა უნდა პირველი ჩემი სახელმძღვანელოების ყოველწლიური შემოსავლის ხარჯი ის ვალდებულია დაარსოს და შეინახოს სანიმუშო დაწყებითი სკოლა ჩემს მშობლიურ სოფელ ვარიანში რომელიც ქალაქ ორის მახლობლად იმყოფება სხვათა შორის შემოსავალი საკმაოდ სოლიდური იყო ყოველთვის და ეს სახელმძღვანელოების იგულისხმება ამ დროს უკვე დედაენის ორი ნაწილი ბუნებისკარი და რუსკოე სლოვო წერის დედანი აი ესენი გამოდის ფაქტობრივად და შემოსავალი საკმაოდ სოლიდურია აი ამ შემოსავლის ერთი ნაწილი რომ სკოლა გაიხსნას ვარიანში რა თქმა უნდა ფიქრობს ვარიანზე და ზრუნავს მეორე ყოველწლიურად აძლიოს ყოველი ნახევარი წლის განმავლობაში 120 მანეთი ჩემს მოხუცდას ეფემია სიმონის ასულ ინოურის ქვრივს ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მის ღარიბ შვილს გიორგის ოჯახთან ერთად სანამ ეს შესაძლებელი იქნება ცხადია უახლოესი ნათესავი ეს ერთი ნათესავი უნდა დააკმაყოფილოს ამან წერა-კითხვის საზოგადოება და გიორგი ჩვენ წეგან ვახსენეთ შალვა გოგებაშვილი ეს ყველაზე დიდი იმედი მისი ახლობლობიდან იაკობ გოგებაშვილისა იქ სხვადასხვის იმ მოგონებაში შალვა წერს რომ შენ ეკონომისტი ხარ და უნდა მიხედო იმას ამ საქმეს და იქ არის რომ სპეციალობაც განუსაზღვრა მას თავის დროზე რომ ეკონომისტი რა ჭირდებოდა ქვეყანას იმის მიხედვით გააგზავნა სასწავლებლად თუ ჩემი სტიპენდიანტები ძმისული შალვა გოგებაშვილი ამჟამად კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტი აგრეთვე ჩემი დიშვილი კონსტანტინე კასრაძე
მაგნეინელი სტუდენტი ვერ მიიღებენ საკმაო სტიპენდიებს საზოგადოებამ უნდა შეუსოს ის ფინანსური შესაძლებლობა ხო და უნდა მისცეს შესაძლებლობა დაამთავრონ მათ სასწავლებელი ეს ორი საკუთარი ძმისშვილი და დიშვილი და ისევ უზრუნველყოფ ფაქტობრივად იმით რომ ისინი სასწავლას შეიძენენ და აფინანსებს და მერე იწყება მეოთხე პუნქტი ჩემი ქართული და რუსული წიგნების ყოველი გაყიდული ეგზემპლარიდან წერა-კითხვის საზოგადოება გადასდებს არანაკლები 1 კაპეიკსა სახალხო საგანმანათლებლო კაპიტალის შესაქმნელად, რომლის პროცენტებით იგი ქართველი ინტელიგენციის დემოკრატიული ელემენტის გასაძრელებლად უმთავრესად სპეციალურ კიდე კერძო პედაგოგიურ სასწავლებლებში აღზრდის ყველაზე ნიჭიერ და სახალხო სკოლის კურსის წარმატებით დამთავრებისას ბავშვებს გლეხებისა, მუშებისა და ღარიბ სახალხო მასწავლებლებისა ამავე კაპიტალისათვის ნიშნავ ჩემს მიწის ნაკვეთს ვერაზე რომელსაც საზოგადოების გამგეობა გაყიდის და მოახმარს ისევ აიამად ღარიბის, მუშების, გლეხების, ღარიბი მასწავლებლების შვილების სასწავლებლად სტიპენდიებს ააცებს ფაქტიურად საშუალებებს იძლევა და მეხუთე ჩემი წიგნების შემოსავლიდან საზოგადოების გამგეობა ყოველწლიურად სუბსიდიას არანაკლები 300 მანეთისა საკმაოდ დიდი თანხაა სხვადასხვა 300 მანეთი აძლევს ქართულ პედაგოგიურ ჟურნალს განათლებას რათა ამ ჟურნალმა რომელიც აუცილებლად საჭიროა წერა-კითხვის საზოგადოების მიერ დასახული მიზნების მისაღწევად არ შეწყვიტოს თავისი არსებობა დეფიციტის მძიმე ტვირთის გამო. ეხლა რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალს საგანგებო სპეციალურ ჟურნალს თავის დროზე გვახსოვს როცა ილიამ რეფორმა ჩაატარა მაშინ აუცილებელი იყო 61-ში დაიწყო ეს რეფორმა და 62-ში უკვე საქართველოს მოაბე გამოდის. აუცილებელია, იმიტომ რომ ქართული საქმის გამარჯვებისთვის ჟურნალი არის საჭირო, მაშინ ილიას ერთ-ერთ წერილში კიდევ წერია. აი ამ საქმისთვის ამას რატო ვამბობთ ამას იცი? ჩვენმა მაყურებელმა იცის რომ ჩვენ წერდით კიდევაც ამის მოვიდა დრო 2005 წელი ჩაატარეს რეფორმა და დაიხურა ყველა ჟურნალ გაზეთი რომელიც ემსახურებოდა ქართულ ენას დაიხურა ყველა ტელე და რადიო გადაცემა და შერაგესწავლება შენი ნალოლიევები და შვილივით ნაზარდი ენაის შემკული და კურთხეული ფაქტობრივად დამთავრდა მაშინ მაშინ დაიხურა ბურჯერონების ასევე ესეც 2000 ჩაბარდა წარსულს იყო გაზეთი სიტყვა გაზეთი ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურა არაქართულ სკოლაში სად არის ეს ჟურნალი გაქრა ამის გაქრობა მარტო ის კი არა რომ ჟურნალი აღარ არის რედაქცია აღარ არსებობს ვიღაცას საქმე თვითონ სწავლების საქმე წახდა და გაფუჭდა და ეს იცის იაკობ გოგებაშვილმა და ამიტომ აფინანსებს თვითონ 300 მანეთი ამისთვის გადადო რომ იმ ჟურნალს გაუჩნდება დეფიციტი თუ ექნება ხელმოწერისა აი აქედან დაფინანსდეს სუბსიდირება მოახდინა დიახ ყოველწლიურად ხო ეხლა გახსოვთ ალბათ ჩვენ ადრეც გვისაუბრია რომ ურთიერთდამოკიდებულება აკაკი წერეთელსა როგორ იყო აკაკი მიაჩნდა მას ქართულ მწერლობაში ყველაზე დიდ ფიგურად გახსოვს ქართული პოეზიის ფეხადგმული იალბუზი ნახე ქართული პოეზიის ფეხადგმული იალბუზი მოდის ქუჩაში რომ დაინახავდა
და აგაგი პატარა საქართველოა და საბედნიერო ჩვენ პატარა საქართველოების სხვაც ყავს, მაგალითად პატარა საქართველოა ილია, პატარა საქართველოა ვაჟა და ასე აი ეგეთი ის. და აკაკის მოგესწრებათ აკაკი იყო პროფესიონალი მწერალი იყო აკაკი სახელმწიფო სამსახურში არ მომუშავია და ამით ჰონორარით ირჩენდა ფაქტობრივად თავს ეს იცის იაკობ გოგებაშვილმა აკაკი არ არის ის კაცი რომ მithumedes ეს 12 წელია აკაკი უკვე ხანდაზმულია უკვე ასაკოვანია და ამიტომ მას არსებობისთვის ის გადაცილებულია საბუძვლად კი ტოლები არიან ხო და არსებობისთვის სჭირდება და ანდერძში შეიყვანა აკაკი წერეთელი თავის პირად ანდერძში ყოველწლიურად აძლევს ლაბარაკია წერა-კითხვის საზოგადოებაზე აკაკი როსტომიშზე წერეთელს ასმანეთს როგორც ჰონორარს იმ საბავშვო ლექსებისათვის რომელიც იბეჭდება დედაენაში და რომელიც ჩემის თხოვნით სპეციალურად დაწერილია ამ ჩემის გამომცემისათვის 100 მონეტი ყოლა ჩუქრის ისე როგორ არის არა იქ მიანიშეს ამისთვის მანო ლექსები დამიწერა მე რო შეუკვეთე ამისთვის ისება რო არ შეუბვალოს რომ იმას ეკუთვნა ჭირდება ჰონორარს დაიმსახურა მან გამოიმუშავა როგორც ჰონორარს ისე ვაძლევს ჩვეულებრივად და ეს სანამ იქნება აკაკი წერეთელი სანამ იქნება ეს საზოგადოება ცხადია ეს შესასრულებელი ტაქტიანად აქ გაკეთებული დიდი ტაქტით აი ახლა მიაქციეთ ყურადღება აი ამ ფრაზას აი ამ პუნქტს ყოველგვარი ცვლილება ჩემს სახელმძღვანელოებსა და წიგნებში შეიძლება იქნეს შეტანილი ამ ცვლილებათა მხოლოდ ზედმიწენით შესწავლის შემდეგ საზოგადოება ამას მივაქცევ განსაკუთრებით ყურადღებას იმიტომ რომ ჩვენ როცა ვილაპარაკებთ შემდეგ როგორ სრულდებოდა ეს ანდერძი და ასრულებდნენ თუ არა აი ეს აღარ გაითვალისწინეთ თუ არ შეისწავლის ზედმიწევით ცვლილება არ შეიძლება განახორციელოს უნდა შეიცვალოს უკეთესით მხოლოდ საზოგადოების გამგეობის ყველა წევრის მიერ ანუ ეხლა მეაქციეთ ყურადღება ეს ანდერძი არის საზოგადოებისადმი წერა-კითხვის საზოგადოებისადმი ყველა წევრი უნდა შეიკრიბოს გამგეობის წევრებზია საუბარი და ყველა წევრი 3/4 თუ დაუჭერს მხარს ამ ცვლილებას მაშინ უნდა შევიდეს დედაენაში ეს ცვლილება ვიღაცას მოუნდა შეცვალა ესე არა ბატონო ეხლა თან წარმოიდგინეთ წერა-კითხვის საზოგადოების იმჟამინდელი საზოგადოების და საერთოდ ეს არის 1912 წელი 79 წელში შეიქმნა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დიმიტრი ყიფიანი იყო თავმჯდომარე და მოადგილე ილია ჭავჭავაძე და აი ასე მოდის იმ დროინდელი ელიტა ჩვენი ინტელიგენციის არის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბირთვი თავის დავაწყდი გული მე მოტორი თქვა და ასე თქვა და აი ამათ ავალებთ რომ შეისწავლეთ მერე უკენჭი უყარეთ 3/4 დაუჭერს მხარს შეიტანეთ ცვლილება ამას ჩვენ გავიხსენებთ იმიტომ რომ ცვლილებების შეტანამ შედეგი რა მოგვიტანა ჩვენ ასეთ გაუთვალე აუწონავი და გაუზომავი ცვლილებებისა ამის შესახებ გვექნება მერე ბოლოს საუბარი ამა თუ იმ სახელმძღვანელოს გამოცემის შეწყვეტისათვის საჭიროა გამგეობისა და ხო აღარ არის საჭირო სახელმძღვანელო თქვა იმიტომ რომ უკეთესი გაჩნდა რაღაცა რადგან ეს ანდერძით ეკუთვნის წერა-კითხვის საზოგადოებას უნდა შეწყდეს ამ სახელმძღვანელოს გამოცემა იმიტომ რომ სხვამ გამოსცა უკეთესი ისევ კენჭისხრა ისევ 3/4 და ასე შემდეგ ფაქტობრივად ითვალისწინებს თითქმის ყველა ნიუანსს, თითქმის ყველა დეტალს, ყველა წვრილმანს მის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით რა შეიძლება პრობლემა გაჩნდეს, რა კითხვა შეიძლება დაისვას, რა საკითხი წარმოიჭრას. მერვე 3 წლის განმავლობაში ჩემი გარდაცვალების დღიდან საზოგადოების გამგეობა წესრიგში მოიყვანს და დაბეჭავს ჩემს მიერ ჯერ გამოუცემელ
როგორც ქართულ ისე რუსულ სტატიებს და აქ არის მერე საუბარი იმის შესახებ, რათან მიმდევრობით უნდა დაიბეჭდოს, როგორ უნდა დაიბეჭდოს ტომების გამოცემის შემთხვევაში და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რომ რასაც ანდერძებს, რაც ეს თანხებს ეხება და ასე ამას გოგებაშვილი იმასაც რომ ანგარიში უნდა საზოგადოებას ჩააბაროს საზოგადოება. წერაკითხვის საზოგადოება, ფართო საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული რა კეთდება, რა გაკეთდა და რა შესრულდა. წერაკითხვის საზოგადოების გამგეობა ყოველწლიურად ათავსებს თავის ანგარიშში განსაკუთრებული ნაწილის სახით, რაც შეიძლება ზედმიწევნით ცნობებს ჩემი სახელმძღვანელოებისა და წიგნების გამოცემისა დეტალებს, წვრილმანებს, რომ რა გაკეთდა და ასე შემდეგ. აი და მე უკვე იმაზეც ფიქრობს, კი წერაკითხვის საზოგადოება თუ არ იქნება, დედაენა უნდა იყოს. სახელმძღვანელო უნდა იყოს და შემდეგ. ამას გავამახვილებთ ყურადღებას, იმიტომ რომ როცა ფაქტობრივად წერაკითხვის საზოგადოება აღარ იქნება, მისი სამართალმემკვიდრე ვიც არის, მან უნდა აიღოს ხელში ეს დიდი საქმე. აი როგორ და რანაირად გაკეთდა ეს ამაზეც მოგვიწევს ალბათ ყურადღების გამახვილება. წერაკითხვის საზოგადოება რაიმე განსაკუთრებულ გარემოებათა გამოიძულებული შეიქმნება შეწყვიტოს თავისი არსებობა საქმეების ლიკვიდაციის დროს საზოგადო კრებამ საკუთრების უფლება ჩემს სახელმძღვანელოებზე და წიგნებზე აგრეთვე სახალხო საგანმანათლებლო კაპიტალზე უნდა გადასცეს რომელიმე მნიშვნელოვან ქართულ დაწესებულებას იმ აუცილებელი პირობით რომ წიგნების წმინდა მოგება და სახალხო შემდეგ საგანმანათლებლო მიზნებისათვის გამოიყენებს და ისევ იმ მიზნებისათვის და ასე შემდეგ. ესეც კი და ფაქტობრივად ამით დაამთავრა ეს ანდერძი. ეს არის უკანასკნელი ანდერძი, რომელიც შესასრულებელი ანდერძი. ანდერძი ხო ესია, ადრე დაწერილი ანდერძი აუქმებს მომდენო დაწერილი. ეს არის ბოლო, რომელიც დიახ. ამა ჩემი ანდერძის აღმასრულებად ნიშნავ ფილიპე გოგიჩაიშვილს, ვალერიან გუნიას, ნიკოლოზ დიპლომოვს, შიო დედაბრიშვილს, შიო არაგვისპირელს, სოფრომ გალობლიშვილს, ეს იმდროინდელი ცნობილი საზოგადოებრივი მწერლები და მოღვაწეები. 1912 წლის 14 მარტი პირველი ივნის გარდაიცვალა. ეს ანდერძი შეადგინა და გადაწერა და ხელი მოაწერა და ასე შემდეგ იაკობ სიმონის გოგებაშვილმა და არის აქ ხელმოწერა და მოწმენი ილია ნაკაშიძე, ნინო ნაკაშიძის მეუღლე, ცნობილი მოღვაწე, დიმიტრი დუმბაძე და გრიგოლ ბურჭულაძე. ეს ის პედაგოგი იყო ეს. დაიწერა ანდერძი საბედნიეროდ ამას მე იქ არის ძალიან საინტერესო აღწერა გარდაცვალების შემდეგ როგორ გაინაწილეს მისი ქონება ამას უკვე მოგონებებში არის მას ბინა არ ქონდა მოგეხსენებათ აკრეები ოთახი ქონდა თაცმინდაზე და ყავდა მსახური და ის მასთან ერთად ცხოვრობდა და ის რაჭველი მსახური ყავდა ბოლოს ერთი იაკობი ერთხა და დაკერებული ფეხსაცმლებით დაგძელეს რა თქმა უნდა ეგეც ცნობილი ამბავია მაგრამ ამ ხელა მიწის ნაკვეთი ვერაზე პატარა სიმდიდრე არ იყო თუ კი ის საკუთარ თავზე იფიქრებდა ბევრად უკეთესად იცხოვრებდა მაგრამ და უტოვებს ამას ქართულ ხალხს წერაკითხვის გამავრცელების არის ძალიან საინტერესო მოგონებები არის ფილიპე გოგიჩაიშვილისა და სხვათა როგორ რა თანხები ვის უცხოეთში როგორ ერიცხებოდა სტუდენტებს როგორ აგზანის ის რაც ანდერჩი არ შევიდა და ის რაც მას გაკეთებული ჰქონდა სხვადასხვის როცა მას დაუწერეს მოგებაშვილია და მხოლოდ ანგარებისთვის აკეთებს ამ თავის წიგნებს და ასე შემდეგ მაშინ იძულებული იყო წერილი და ეწერა სადაც ყოველწლიური ანგარიში
მიეწოდებინა საზოგადოებისათვის რაც აი ამდენი ჩემი შემოსავალი ყოწლიური შარშანი იყო ამდენი კაპიკ ლაბარაკობს ამდენი ეს გამოიცა იმდენი ესა ამდენი გადავდე ჩემის პირადი ცხოვრებისათვის რომ ეს ვიარსებო და ამდენი ამისთვის ეს აი ესეთი პიროვნება არადა მართლა შეეძლო მას დიდარი ქართველი ყოფილიყო რომ თავის თავზე ეფიქრა და მხოლოდ ფუგო თუნდაც ამბობს მე ხო მართლა შემეძლო რომ კი ბატონო და ამის შემდეგ მე რაც აინაწილეს და ლუარსა ბოცვაძე იყო მისი მოწაფე იყო ეს ცნობილი პედაგოგი მე და მოღვაწე და იდგა კუთხეშიო ყვებიან და ნათესებმა ხა ზოგმარაცა იყო ესა და ჯოხი იდო და ხო ეს ჯოხი მე მომეცით რა იქნება ეს სამახსოვრად იზრდა ეს ლუარსა ბოცვაძე იყო მე ის რომელიც წერა-კითხვის საზოგადოებაში უშუალოდ კურირებდა გოგებაშვილის სახელმძღვანელოებს და დედაენაზე განსაკუთრებით დედაენის გამოცემას ისადევნებდა თვალს დედაენა 25 წლამდე წერა-კითხვის 26 წელს გაუქმდა უკვე წერა-კითხვის საზოგადოება 25-მდე გამოიცემოდა როგორც იაკობ გოგებაშვილის როგორც გამოდიოდა გოგებაშვილის სიცოცხლეში ბოლო გამოცემა დედაენისა ანუ წერა-კითხვის საზოგადოებამ თავისი მოვალეობა შეასრულა რა სანამ არსებობდა და გამოსცემდა ამას ბოლო მაგრამ შესწორებები ფაქტობრივად არ შეუტანია როგორც იყო 1912 წლის გამოცემა ისეთი იყო 25 წლისას მეორდება ეს გამოცემა შეწყდა 25 წელს ბოლო გამოცემა და დამთავრდა საოცრად მძიმედ ეს პერიოდი გოგებაშვილის დედაენას და აწერია გახსოვთ და მას ეს ციგნი მომაწოდე შენზე და ხო ეს არის რომ შედგენილი იაკობ გოგებაშვილის მიერ დედაენა შედგენილი იაკობ გოგებაშვილის მიერ დამთავრდა 1925 წელს აი ეს გამოცემა ამ ტიპის გამოცემა ამის შემდეგ დედაენები გამოდის უკვე 35 წლიდან 10 წლის შემდეგ დაიწყო გამოცემა ოღონდ ის არის იაკობ გოგებაშვილის დედაენის მიხედვით შედგენილი აი ეს არის და მიხედვით შედგენილი შეადგინეს მაშინ ვახარია და ძიძიგური ასეთი პედაგოგები იყვნენ ეხა მიხედვით რას ნიშნავს აი არის აღებული ძირითადად და ეს პრინციპი და მე ვისაც რა უნდა იმას დევს იქ არის ასეთი საინტერესო ლეონ თახტაკიშვილი მეუბნებოდა მე არ მინახავს ის გამოცემა და ის ეროვნულ ისიც უნდა გავიწოდება 86-ში გაუქმდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც ვინც მართლა კურირებდა და ვინც ზრუნავდა წესით მისი სამართალმემკვიდრე უნდა ყოფილიყო კომისარიატის განათლების სახალხო კომისარიატი სამინისტრო იგივე და მას უნდა ეზრუნა და ამობს აი ესეთი ცვლილებები შევიდაო რომ ამას საერთოდ ცხელი ჩაიქნია და აღარ გამოცემს ხო ნუ ესე იგი ეს კომისარიატი 10 წლის მანძილზე დედაენა არ გამოსულა გამოდიოდა სასწავლო სახელმძღვანელოდ საანბანე სახელმძღვანელოდ 4 გვერდიანი რაღაც ფურცელი და იმით აი სწავლობდნენ ბავშვები და დაიწყო მერე დედაენა ვახარია მერე სამინისტრო მაიღო თავის ხელში 45 წლიდან 44-45 წლიდან განათლების სამინისტრო მაიღო ხელში დედაენის გამოცემა და უკვე სამინისტრო ნიშნავს იმას გამომცემას ანუ უпроსორად ავალებს ბოცვაძე ბურჯანაძის ქალბატონები იყვნენ ესენი ეს ასვათაშორის ჩვენ რო ვისწავლობდით ამას ეს ამათი შედგენილი
შედგენილი. ეწერა ბაცვადაც და ბურჯანას. ხო, აი ესენი იყო დედაენ გოგებაშვილის მიხედვით, რომ ვამბობდით დედაენა არის გოგებაშვილისა, ვინ არის ავტორი და აკეთებდნენ ისინი და ფაქტობრივად მას დაარქვეს მერე საბჭოთა დედაენა. აი ხა რა საინტერესო რაღაცაა. 1960 წელს ვენესუელაში კარაკასში ჩატარდა საანბანე სახელმძღვანელოების კონკურსი. სოფლიოს საანბანე სახელმძღვანელოების და გოგებაშვილის დედაენამ გაიმარჯვა. დედაენის მიხედვით შედგენა ასე დაიწერა საბჭოთა დედაენა. ეხლა საბჭოთა რა შუაშია? იაკობის პრინციპი რა იყო? ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე აი ეგ არის უბრალოდ ეს არის დაირღვა უკვე ერთ-ერთი მთავარი პრინციპი რომ საანბანე სახელმძღვანელო აპოლიტიკური უნდა იყოს არავით არის საბჭოთა იქ და გახსოვთ ალბათ ლენინი, სტალინი, ბერიაზეც იყო ლექსები სახელმძღვანელოში და კრემლი, საბჭოთა არმია და რა ვიცი აი ეს არის უკვე პოლიტიზირება საანბანე სახელმძღვანელოში, რაც თავისთავად გოგებაშვილის პრინციპის უარყოფა ამ შემთხვევაში. აი ასე წამოვიდა ესა, მაგრამ ერთი კიდევ ის არის, რომ ამ ჩვენ რაც მე ვნახეთ ამას. მე მეგულისხმობ მომდენო 90-იანი წლების შემდეგ უკვე დამოუკიდებელ საქართველოში. რაც შემდეგ ვნახეთ ჩვენ როგორ აირია ეს საქმე, ეს ჯერ კიდევ სანატრელი გაგვიხდება ის რაც საბჭოთა პერიოდში ხდებოდა. სამინისტრო თავის იდეოლოგიით ახერხებს რომ მართოს პროცესი და საბჭოთა დედაენა იყოს იტრიალოს სკოლაში. ყველა არ ეძლევა ვიღაცებს უფლება როგორც უნდა ხელი წაავლოს და წარყმას ის. აი ამის მერე დაიწყება ძიმე პერიოდი. ესე იგი რომელი წელიდან? 90 წლიდან, 90-იანი წლებიდან. 80-იანი წლებიდან ფაქტობრივად, 80-იანი წლების გიორგი აჯობებს რომ დღეს დავასრულოთ ჩვენი გადაცემა და აი ამ პერიოდზე დამოუკიდებლობა რომ მოიპოვა საქართველომ და თავისუფლება მოიპოვა, რა თქმა უნდა სრული თავისუფალი მე არავინ მეგულებ, მაგრამ იმაზე რომ დედაენაზე მე ვისაუბროთ აი ამ პერიოდში რა ხდება და როგორ ხდება. როგორ ასრულებს ქართველი საზოგადოება ქართველი ხალხი გოგებაშვილის ანდერძს. დავემშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებლებს. მომავალ შეხვედრამდე. კარგად გრძანდებოდეთ.